გამარჯობათ, მე ადრიანი ვარ და მე დღეს შემოგთავაზებ DMC-ს Devil May Cry-ს gameplays. ეს არის პირველი story game, რომელსაც მე ვთამაშობ ჩემს ცხოვრებაში. აქამდე არ გამომიცდა ეს არასდროს, მითამაშია ბევრი FPS-ი, ბევრი action თამაში, მაგრამ ასეთი რამ არასდროს ხო და მოდი ერთად გავიაროთ ეს თამაში, ერთად შევიგზავნოთ ყოველი ემოცია და ნახოთ როგორ მოგეწონება. ესე იგი, ცოტა უკვე ვითამაშე მე და ვარ დანტეს მთავარი პერსონაჟის backstory-ზე. თუ არ იცით საერთოდ რა ხდება ამ ანიმეში და რაც არის, გამოვიდა Netflix-ის ანიმე, რომელშიც შეგიძლიათ უყუროთ. ეს არის Devil May Cry 5-ის ადაპტაცია, როგორც ვიცი. და გაიცნობით თამაშიც გირჩევთ. და ესე იგი, რა ხდება? ჩვენ დანტე არის ნახევრად დემონი, რომელსაც იპოვა თავისი ძმა ვერჯილი და ახლა გადავიდა დემონების სამყაროში, რომელსაც ქვია ლიმბო. და ეცნობა თავისი ბავშვობის ისტორიას. მოკლედ გაჩვენებთ ახლა, რომ რა ხდება თავის ბავშვობაში და პატარათი მეც გავახმოვანებ, რომ რაღაც მიგახვედროთ. ნუ მოკლედ თავი რომ გავიაზროთ, აქ მეც რაღაც ვთვალარებობ, მაგრამ კარგად არის მის. ესე იგი, ეს არის დედამისი, რომელსაც ეს ხელსაყრელი მიცა. ბლა ბლა ბლა. არის ბორდ პერსონაჟი, მუნდო ქვია როგორც თუ არ ვწდები. მოუკლა დედამისი და ანუ მამის მე წამოიყვანა უკვე, განაცალკევა ძმები რომ დაეცვა და მეხსიერება წაუშალა, რადგან ეს ყველაფერი არ დამახსოვრდათ. და უკვე როცა ეს backstory-ს როცა იხსენებს დანტე, ანუ არაფერი ახსოვს რა და ეხლა იხსენებს ამ მომენტში. ეხლა გვიწყება ჩემი gameplay და მოდი აბა გადავიდეთ ბარეგან დავიწყოთ. ესე იგი, რა ხდება? მუსიკის ძალიან ხმალი ხმებია. მიკროფონის ხმა არ ისმის, არ შეიმჩნიოთ. ამას გამოვასწორებ აუცილებლად შემდეგ ვიდეოებში და მოდი უბრალოდ გავუძელოთ ძალიან ხალხს. და წეს გადავიდეთ ხო უკვე? ეს კაცინებს ცოტა ამოჭრილი მოსწრენი შეიძლება იყოს, ჩემს მოსწრენი ხა. ნუ ხო, როგორც უკვე თქვი, აქ იპოვეს ერთმანეთი ძმებმა, გაახსენდა უკვე დანტესაც მეხსიერება გაუბრუნდა, აქ მოისყარულეს და უკვე მისცია მომცა და ამას მალე ვიხილავთ. წლებს ლოგით და ეხა ვიდეოად რაღაც და აიმე აიქ ლიმბო ჩავარდი ვარის სამყარო. და უნდა დავამწერ თავი აქედან რაღაც შემოგედი ეს რა. მთელი ამბები ხდება აქ თუმცა ჩვენ ზარა ვარ. Keep holding Q to expand the ხო ეს დედიზალები ძალიან მაგარია რა. ეს მამის სიმარტო ეს არის. და დედას ფრენა ისა. Angel Lip. მოკლედ აქ კლიპები ირევა, ცოტა არის სტრუქტურულად ძალიან არეული, როდესაც ძალიან დიდ ბოდში გიხდით. პირველ ვიდეოს გავუძლოთ, რადგან გადავიღე NVIDIA-ს რეკორდერით და ძალიან უხარისხო არის. ნუ მაგრამ საბოლოოდ ეს პარკურისავით იყო, ეს უბრალოდ პირველი ეტაპი არის, ვეჩვევით თამაშს. არაფერი ისეთი. უბრალოდ რომ მომდევნო ვიდეოებში ბევრად ხარისხი იქნება. არაფერი საინტერესო, როგორც იქნა გავიარე და იწყება ეხლა რაღაც მასიური.
ამათნო ეჭხოდა უჯერი მოუკვდები მოიცა ალბათ იკითხავ ვინ ვარ მე და ვაფშე რა მინდა აქ მე ვარ ადრიანე YouTube-ის აქტიური მაყურებელი ხოდა რო დავფიქრდი არავინ არ ყავს საქართველოში ვინც გადაიღებს gaming contents და ეს ძალიან ამისამონა რადგან ყოველდღე ვთამაშობ თითქმის ყველაფერს და მინდა რომ იმას ვუყურო ქართველს ვინც აკეთებს იმავეს ხოდა გადავწყვიტე რომ გადამეღო ესე იგი თქვენგან მოგითხოვ ერთ ამას რომ ხარ დამიჭიროთ პირობას გაზევ იმედებს არ გაგისრუებთ და დამიწეროთ თუ მართლა არა თამაშის გადაღება გინდათ ქართულ YouTube-ზე ყველაფერს დავდებ ხალხს ბევრად ავწევ ეს არის ჩემი პირველი ვიდეო რომელიც ჩემი ხმას მოიცავს და მიკროფონთან არ გამოსტილი დიდ ბოდიში თუ ეს არის არ კომფორტული ან არ საინტერესო მაგრამ პირობას გაძლევთ რომ ხალხს გამოსწორებ და იქნება უმაღლესი ქართული gaming content-ი საქართველოში კარგი ადრიანი ამდენი პირობების აღარ გინდა მოდი გავაგრძელოთ Testi var. O da var. Tamam tabii. Yeminler testi. It's going on a lot. I just think I'll tell you why me, but well, this plan out here, guys. It's just what it's right. We're gonna tell you, but ალბათ ისე გასვლიო შუა ბრძოლის დროს აგენჭდება რა. ნო, ნაფია. გადამარჩინე, სწორედ ძალიან ნოვეჭი ვარ ხოლმე ზირთადად და მოვხდები და მე კაროთ კენჭები, აჰა, კაი, წავიდა. და გეთიქით ეს უბედური პარკურები გავაკეთე და გავარკვიე რომ აქ არის კარები, სადაც შეგვიძლია side mission აიღო, რომელიც ანუ main quest-ი არ არის და დაგჭირდება რაღაც გასაგები. ამ გასაღების ზემაში დავხარჯე სადღაც 1-10 წუთი. ეს გასაღები ვიპოვე, მაგრამ საკმარის მაინც არის. ხოდა მე მაპის ყოველი კუთხე კონტროლი გამოვიკვლიე და თურმე უნდა გავსულიყავ ცენტრიდან და უნდა გადავსულიყავი ჩემს თვალსთან იმას საერთოდ. ხოდა მოდი ამ ყველაფერს გადავახტები, რადგან ფაქტიურად არაფერი გავაკეთე ამ 5 წუთში 8 წუთში და პირდაპირ მოდი გადავიდეთ როცა გავიქცე. Parques, nu me uite un pe istoria am speriut parques. Es că ți-es mundusi aspia. ანუ ამათ მამას პარდა ამ კაცის თავარსარდალი იყო რა. მე მანუღალატა და 1000 მე ხდება, მაგას ეგ გავიგებ. ესე იგი, ეხლა რა ხდება? ამან დაიწყო ფლენა სამყარო, ყველაფერი მოწამლა და ადამიანის სულებს იპარავს და ატყუებს რა. რაღაც ეგეთი და ესენა ლაპარაკობენ, როგორ უნდა დაამარცხონ, ესე იგი, რაღაც კარიბჭიდან მიღებს ამ ძალას ეს მუნდუსი. ამიტომ ეს კარიბჭე უნდა ასე ვთქვათ დაასვტონ, დაკეტონ და უკვე თავისი ხმლების მიხედავენ და მოკლავენ მუნდუსს. მოკლედ ხახო დღეისთვის სულ ეს იყო აუტროში საგემშვიდობებით და კიდევ ერთხელ ნახვამდის. Complete, aha. ეს მისე მოვჩით, ნუ best score ცუდი არ იყო. შემდეგ ეპიზოდში გავაგრძელებ ამ მისიდან ზუსტად და ვაპირებ დაახლოებით 20 რაღა იყო და 10 ეპიზოდი გადავიღო, ანუ ეს თამაში როგორც ვიცი 20 საათში იხურება რა და რამდენი ისიც გამოვა 10 დაახლოებით ეპიზოდი ვაპირებ რა 10 ეპიზოდს. ხო და ასე ვფიქრობ გადავიღო ან Valorant-ი, ან კიდე League of Legends-ი. Fortnite-იც შემილია რა და თუ აქედან რომელიმე თამაში მოგწონთ და გინდათ რომ დამიწეროთ ძალიან კარგი იქნება. არ დაგავიწყოთ არც გამოწერა და იქნება როგორც ყველა იძახის და ნახვამდის. 25 ვიღაკებს ინტროებს გეთა